მოკლედ სახში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ტირამისუს ფინგერები და არ მინდა რომ გავაფუჭო და მინდა რომ მომიწადებინა ტირამისუ, მაგრამ თან ძალიან დიდი ხანია მინდა მერინგი ვცადო შესქელებული მოხარშული რძით, იმიტომ რომ ძალიან მინდა შესქელებული რძის დესერტი, აი ძალიან დიდი ხანია. ხო და რადგან ვერაფრით მოვიფიქრე, რომელი მომემზადებინა მერინგი შესქელებული მოხარშული რძით თუ ტირამისუ, გადაწყვიტე ეს ორი გავაერთიანო, ძალიან გენიალური მაქვს მოფიქრებული და რაღაც უდესერტესობა გამოვა და ნამდვილი აღმოჩენა, საერთოდ ნახოთ, იმედია ძალიან გემრიელი გამოვა. ჩემ წარმოსახვაში არის უგემრიელესი. პირველ რიგში 4 კვერცხის გული და ცილა განვაცალკევოთ, ცილა გადავიტანოთ სათქვებ ჯამში და დავუმატოთ 2 კოვზი შაქარი, ასევე ცოტაოდენი ლიმონი და ვთქვიფოთ დაახლოებით 2 წუთი, სანამ არ მივიღებთ ასეთ მყარ კონსისტენციას. გადავიტანოთ საცხობ სინზე და მივცეთ ფირფიტისებრი ფორმა, რომ მარტივად დასაფშნელი იყოს სხობის შემდეგ. ვაცხობთ 50 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. 4 კვერცხის გული გადავიტანე სათქვებ ჯამში, გათქვების შემდეგ დავუმატე ყველი მასკარპონე 500 გრამი და ვთქვიფე შემდეგ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვუმატებთ შესქელებულ მოხარშულ რძეს და კიდევ დამატებით 2-3 წუთი იმისთვის, რომ კარგად შეერწყას ერთმანეთს, ვთქვებთ. და 15 წუთი უნდა დავაყოვნო მათივაში. უგემრიელესი კრემია, მაგრამ ამდენის ტიპოს მოჟმოტყვაში ცოტა მეშინია, რომ მეტისმეტად არატკბილი არ გამოვიდეს დესერტი, იმიტომ რომ შაქარი ყველგან დავაკები. მაგრამ როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ეს არის აბსოლუტურად ჩემი რეცეპტი მოდი მერე დავუძახოთ, თუ გამომივა საერთოდ. ვიდეოს ბოლოს გეტყვით, რეცეპტია თუ ჩემი რაღაცა, რა ვიცი, რამე რაც გინდათ ის დაახვით. ფანტაზია. ესე გადავაფარე ფოლგა ჩემ კრემს და ეხლა მაცივარში დავაყოვნებ 15-20 წუთის განმავლობაში. მანამ სანამ კრემს მაცივარში ვაყოვნებ, სამხრეთში ტირამისუს ჭხირები მოვიმარჯვოთ, მეორე ხელში კი რძე, იმიტომ რომ შეგნებულად ამ დესერტს არ მინდა ჰქონდეს არც კოფეინი და არც ალკოჰოლი. შესაბამისად, ჭხირებს დავასვოლებ მხოლოდ რძეში და არა ყავისა და რომის ნაზავში, როგორც ეს ტრადიციული ტირამისუს დროს ხდება. ტირამისუს ჭხირები ჯერ კარგად დაბილებული არ არის, ანუ ძებოლომდე შეწოვილი არ აქვს, რომ მივიღოთ ესეთი ფაფუკი კონსისტენცია, ესე რაღაცნაირად აი ვიზუალურად მომწონს და რანიჭი კარგება და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ეს რა რეცეპტი შევქმენი, იმედია არაფერს ვიწერე ხა შემთხვევით, რა ვიცი, მსოფლიოში მე მგონი ჯერ არაფერი არსებობს, რაც ვიღაცას უკვე მოგონილი არ აქვს და იმედია ეს ჩემებური ტირამისუს რეცეპტიც უკვე ვიღაცას მოგონილი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად მართლა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია შესქელებული რძიანა მერინგებით. ძალიან კაი ვქენი, რომ სიტყვოსთან ეგრე ვიფრთხილე და შაქარი დავაკელი ყველა ნაწილში. აი, ოღონდ ყველა ნაწილში დავაკელი. და უგრძნობდი და რაღაცა თლადუგემურიც არ გამომივიდეს თქო, მე შენოდა როგორც აფუჭნე, მაგრამ ძალიან კაი, აი, რო არ შეგაწუხებს სიტკბო ისეთია. კოფეინი შეგნებულად არ გავუკეთებ, ცოტა ხანი დავდებ ჩემს ხორცს და წავეჭრავებით. ამ დესერტზე. კოფეინი შეგნებულად არ გავუკეთე, ნუ ტირამისუ ყავის გარეშე ვის გაუგია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ნუ ასე გადაწყდა, იმიტომ რომ ბესახში მყავს ბავშვი, რომელიც ჩვენ რო შევჭამთ აუცილებლად მოინდომებს, რომ გასინჯოს. შესაბამისად, არ გავაკეთე ყავაში და ამოვავლე ჭხირები რძეში. ეს ამბავი გავითვალისწინე ცოტა კაკაოს, რომელიც სერვირებისთვის მოვაყარე. არა უშავს, იმიტომ რომ თლად ეხა ძალიანაც უნდა უკარგავთ ტირამისუს ყველა თავის დამახასიათებელ თვისებებს. ნუ რომი თავისთავად არ გავუკეთე ალკოჰოლი, თუმცა მე მიყვარს ცოტა აი ჰინთი რო დაკრავს, ასე ვთქვათ.
ალკოჰოლის შაქარით შეგნებულად მაგნიზეზის გამო დავაკელი, თუმცა არც მე მიყვარს ძალიან ტკბილი დესერტები, ჩემო გამომწერებმა ეს იცით, იმიტომ რომ ხედავთ ხოლმე რომ ყველაფერს ვაკლებ ფაქტობრივად შაქარს, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ტკბილი ზოგადად, რა ვიცი, სკოლის ასაკიდან მოყოლებული არ ვსვამ შაქრიან ყავას, შაქრიან ჩაის და ასე შემდეგ. ტკბილეული ზოგადად ესე მიყვარს, უბრალოდ ძალიან ტკბილეული არ მიყვარს რა. ხო და ასეთი ამბავი, კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მეგობრებო, კვერცხის უმიგულით მომამზადე ეს კრემი და ორსულებისთვის მექნება ასეთი თხოვნა, დარწმუნებული ვარ ჩემი რჩევადარიგება ამასთან დაკავშირებით არ გჭირდებათ და თქვენ თვითონაც იცით, მაგრამ თუ ორსულები მიყურებთ ახლა ამ რეცეპტს უმი კვერცხით, ნუ გაიმეორებთ, საერთოდ შეგიძლიათ ამოაკლოთ რეცეპტიდან კვერცხი მაგნაწილში და უბრალოდ ისე გადააზავოთ მასკარპონე და შეესქელებული რძე. როგორც გავაკეთე, უბრალოდ აი კვერცხის ნაწილი ამოაკელით, იმიტომ რომ ეხლა რატო და არანაირად ჩემი სწავლება არ გჭირდება სალმონელას რისკის გამო, რომელიც ჩვენ დროში უკვე ფაქტობრივად არ არის ალბათ, მაგრამ მაინც არსებობს და როცა ორსულადარი ადამიანი ყოველთვის უნდა აირიდოს მაქსიმალურად ეს ამბავი, ნუ უმისყვის პროდუქტები, უმი კვერცხი და ასე შემდეგ. ხო და ორსულები და ლაქტაციის ფაზაში მყოფი გოგონები თუ მიყურებთ ეს ნაწილი მოაშორეთ რეცეპტს. სხვა ყველაფერი დასაშვებია. ხო და ასეთი ამბავი ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი გემრიელი ტირამისუთი ამ გემრიელ ნოტაზე წავალ და როგორც გითხარით წინა ვიდეოში, რომ შემდეგ ვიდეოში დავდებ ფლობელების ვინაობას, ასე ახლა წავალ და წინა ვიდეოს დანაპირებს შევასრულებ, როგორც გითხარით წინა ვიდეოში, რამდენიმე წლის წინ დავიწყე პერსონალიზებული მაისურების გაკეთება, რომელიც რეგი მიზეზების გამო, რომელსაც წინა ვიდეოში ვამბობ, არ ჩავუშვი გაყიდვაში, მაგრამ ჩემი არხის გამომწერებს ვჩუქნი კომენტარების მიხედვით, შემთხვევითობის პრინციპით პროგრამა გამოავლენს ახლა 3 გამარჯვებულს, მე რომ მივალ და კომპიუტერს მივუჯდები და ამ 3 გამარჯვებულს გადაეცემა ჩემი პერსონალიზებული მაისურები. ასეთი კაი ამბავია, წავედით.